მადლობა ჩვენს სტუმრებს ზოდიდან არიან ჩვენთან ერთად ირმა პავლიაშვილი, ღია სივრცე კავკასიის თავმჯდომარე და შალვა ტაბატაძე სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნული ბათაშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი და განათლების მკვლევარი არიან ჩვენთან ერთად. სანამ კითხვას გადავიდოდე მათთან, მანამდე მოკლე შესავალი შეგვიძლია გავიგოთ ჩვენც ახსენე, რამდენად მნიშვნელოვანი არის დირექტორის როლი სკოლაში და ის რომ ეს უკვე კვლევებითაც დასტურდება, იმიტომ რომ ლიდერი, როგორც შეიძლება ვუწოდოთ, სკოლის არის ეს ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი არის მასწავლებლების, მოსწავლეების, მშობლების წინაშე და ბევრი სხვადასხვა ფუნქცია აქვს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სანამ არჩევნები მოხდება, რა თქმა უნდა, ბევრ კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს, შეამოწმონ და ასე შემდეგ, ვინ არის დანიშნული და ასე შემდეგ. მაგრამ პრობლემა რაში მდგომარეობს? უკვე აი აქ მივდივართ ჩვენ. ის რომ დემოკრატიული არჩევნები არის ფორმალურად შეიძლება ესე ითქვას, რომ სამეურვეო საბჭო, რომელიც შედგება მშობლებისგან, მასწავლებლებისგან ირჩევენ ამ ადამიანს, ეს არის რაღაც კეთილშობილური იდეა, თუმცა როგორ ხდება რეალურად, აი ამაზე ვისაუბრებთ უკვე სტუმრებთან ერთად. დავიწყოთ ბატონ შალვასთან, როლზე ვისაუბრეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი და როგორ ტარდება დღეს საქართველოში სკოლის დირექტორების არჩევნები? კი ბატონო, მოგესალმებით, მოგესალმები ტელემაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ხო, დირექტორის როლი განსაკუთრებულად დადასტურებულია ბოლო კვლევებით, ზოგადად ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ბოლო კვლევებმა დაადასტურეს მისი როლი მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების თვალსაზრისით და ეს როლი სხვათა შორის ბოლო კვლევებით მასწავლებელთა როლზეც უფრო მაღალი. ანუ ერთი ასპექტია, როდესაც აკადემიურ მიღწევებზეა საუბარი და აქ იგულისხმება დირექტორის მაღალი კვალიფიკაცია, განსაკუთრებით როცა ვლაპარაკობთ დეცენტრალიზაციის პროცესზე, სკოლების ავტონომიურობის პროცესზე და ასე შემდგომ. და მეორე ფაქტორია, რომელიც გულისხმობს დემოკრატიულ განვითარებას საზოგადოების, ამ თვალსაზრისით არჩეული სკოლის დირექტორი და სკოლაში დემოკრატიული პროცესი არის მნიშვნელოვანი პროცესი. ანუ რომ ავიღოთ რატომ გვჭირდება დემოკრატიული პროცესები სკოლაში, სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი. ანუ შესაძლებელია აკადემიური მიღწევების თვალსაზრისით არ იყოს იმდენად მნიშვნელოვანი არჩეული სკოლის დირექტორი ან დემოკრატიული პროცესი, იმიტომ რომ არადემოკრატიულ პროცესშიც არის მაღალი აკადემიური მოსწრებები, მაგრამ გააჩნია რა ტიპის საზოგადოებას ვაგრძელებთ. ანუ თუ ჩვენ გვინდა იყოს დემოკრატიული საზოგადოება, ძალიან მნიშვნელოვანია გქონდეს დემოკრატიული სკოლა. სწორედ ამ პროცესში მნიშვნელოვანია დემოკრატიულ პროცესში, რომ სკოლის დირექტორის არჩევნები ტარდებოდეს შესაბამისად, იმიტომ რომ ამ პროცესში მონაწილეობენ ფორმალურად უნდა მონაწილეობდნენ მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები, რაც გულისხმობს, რომ როდესაც ყველა ეს ჯგუფი და განსაკუთრებით მოსწავლეები ხედავენ, რომ ნაცვლად დემოკრატიული პროცესებისა ადგილი აქვს ფორმალურ პროცედურას, რომლის მონაწილეებიც ისინი არიან, რა თქმა უნდა, ეს მათთვის როგორც საომალოდ, ასევე ჩვენი საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი პრობლემა. და ის რომ გაითავისონ საკუთარი მნიშვნელობა, აი ამის შეგრძნება არ ხდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ზოგადად სკოლის როლი არ არის მხოლოდ აკადემიური საგნების სწავლება, არამედ სწორედ ამ თვალსაზრისით არის, მაგრამ აქ გულისხმობ, რომ როცა ამ პროცესში მოსწავლეა ჩართული და მოსწავლე ხედავს ამ პროცესის ფორმალურობას, ეს არის ძალიან მძიმე შედეგის მატარებელი გრძელვადიან პერსპექტივაში. რაში იყო პრობლემა რეალურად მოკლედ რო ვთქვა, სკოლის დირექტორები ჩვენ კანონმდებლობით ფორმალურად ირჩევა სამეურვეო საბჭოების მიერ, სადაც არიან წარმოდგენილი მშობლები, მასწავლებლები. ეს მინდა რომ კარგად გავიგოთ როგორი ეს პროცესი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, უმრავლესმა 10-დან 9 მშობელმა ეს არის. ჩემი ჩათვლით სხვათა შორის. ხო, სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისგან, მასწავლებლებისგან, 3-დან 6-მდეა თითეული მათი წარმომადგენელი და ერთი წარმომადგენელი მოსწავლისგან, ამავე დროს განათლების სამინისტროსა და თვითმმართველობა შეუძლიათ თუ წარმომადგენელი ყავს. ანუ სამეურვეო საბჭოს რაოდენობა განსხვავდება სხვადასხვა სკოლებში და იდეაში ეს სამეურვეო საბჭო არის ის ორგანო, რომელსაც რამდენიმე ფუნქცია აკისრია, მათ შორის არის სკოლის დირექტორის არჩევის პროცესი, ბიუჯეტის დამტკიცების, სასწავლო გეგმის შეთანხმების და ასე შემდგომ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სწორედ სკოლის დირექტორის არჩევა. მაგრამ პრაქტიკულადაც ესე მუშაობს. ანუ პრაქტიკულად ეს საბჭოები სკოლებში მუშაობს, ამ პრინციპით იცი რატო გულისხმობ, იმიტომ რომ ეს არის პრობლემა, რომ ჩემი სკოლის პერიოდში არ გამიგდა, შეიძლება ლოგიკურიც იყოს ასაკის გათვალისწინებით, რომ არ მქონდეს გაგებული, მაგრამ დღესაც კი მე არ მსვენია, რომ რაღაცა მშობლებს მაგალითად რაღაცა აქტიური ჩართულობა ქონდათ ამ საბჭოში. ამ ორი ტიპის პრობლემა ერთი რამდენად კმედითია და ფუნქციურია სამეურვეო საბჭო იმ კონფიგურაციაში, რომელიც დღეს გვაქვს სკოლებში. დიდ უმრავლესობაში ეს არ არის ფუნქციური, თუმცა საწყის ეტაპზე განსაკუთრებით საქალაქო დასახლებებში იყო საკმაოდ ფუნქციური სამეურვეო საბჭო და მეორეა კონკრეტულად დირექტორის არჩევა.
არჩევის პროცესში, სადაც ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია მისი ამ ბოლო პერიოდში რა განვითარდა, როგორ ირჩევენ სკოლის დირექტორებს. აქ არის რამდენიმე პროცესი, სკოლის დირექტორი რო გახდეს კანდიდატი, მან უნდა გაიაროს რამდენიმე ეტაპი. პირველი ეტაპი ეს არის სერტიფიცირება, სერტიფიცირების ეტაპზე გულისხმობს ტესტირებას და გასაუბრებას, შემდგომ სკოლაში გაგზავნა სამინისტროს მიერ და შემდგომ სამეურვეო საბჭოს არჩევა ამ პროცესში. ანუ ხანგრძლივი ეტაპია სკოლის დირექტორებისთვის, კანდიდატებისთვის, რათა გახდნენ სკოლის დირექტორები. ხანგრძლივი პროცესია და საკმაოდ შრომატევადიც, იმიტომ რომ ეს ტესტირება ბევრ მუშაობას მოითხოვს, არის გასაუბრება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრ სკოლაში კანდიდატი საერთოდ არ იყო წარდგენილი. არ უნდათ ადამიანებს იყვნენ სკოლის დირექტორები, ესეთი ფაქტები გვხვდება, ხო, არაერთ სკოლაში. რატომ არ არის პრესტიჟული დირექტორობა ბევრი ადამიანისთვის, ბევრი ალბათ ამ სფეროს წარმომადგენლისთვის და როგორ არის შესაძლებელი, რომ სერტიფიცირებული მასწავლებლები გყავდეს, მაგრამ მათ არ წარადგენდეს თავად სამინისტრო კანდიდატად? მოგესალმებით, მეც მივესალმები მსმენელს, მაყურებელს. ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის და სწორი აქცენტებით დავიწყეთ, როდესაც ვსაუბრობდით თუ დე იურე როგორ არის განსაზღვრული, კანონმდებლობით როგორ არის განსაზღვრული, თუმცა პრაქტიკაში რა გვხდება შემდგომ. პრაქტიკაში არაერთ გამოწვევას ვაწყდებით, ეხლა მე პირადად 2008 წლიდან ვაკვირდები ზოგადად პროცესს, საარჩევნო პოლიტიკურ პროცესებს და იგივე განათლების სისტემაში, იქიდან გამომდინარე, რომ შემდგომ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, იგივე დირექტორები, მასწავლებლები ხშირად საუბნო საარჩევნო კომისიებს აკომპლექტებენ. აქედან გამომდინარე, საინტერესო არის ის გავლენები, რომლის მცდელობაც არის შემდგომ ხოლმე სისტემურად, რომ მოხდეს ჩარევა მოხდეს არა მხოლოდ მაგალითად იგივე თვითონ საგანმანათლებლო სისტემიდან, არამედ თვითმმართველობების და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრივ და იგივე, როდესაც კონკურსებზე არის საუბარი სერტიფიცირების თუ მასწავლებლების და დირექტორების თუ მასწავლებლების და ასე შემდგომ, სწორედ მათი ასე ვთქვათ განწყობებით, დამოკიდებულებებით და პირადი ხედვებით ხდება ხოლმე გადანაწილება სამწუხარო პრაქტიკაში ეს გვაქვს და ისიც თუ რატო არ უნდა შემდგომ უკვე მასწავლებლებს, დირექტორებს და საკადრო შიმშილის პირის გავართ, ხო? შეიძლება წარმოვიდგინოთ, ვინაიდან 2000-ზე მეტი სკოლა არის და რეალურად რამდენ სკოლაში შევძელით, რომ ყოლოდა, ვთქვათ, სერტიფიცირებული ან შემდგომ უკვე კონკურენტული არჩევნები გამართულიყო და ერთზე მეტი ადამიანი ყოფილიყო წარდგენილი დირექტორი. დიდი მიზეზი გაწყვეტინებთ. როცა მსგავსი ტიპის პრობლემებთან გვაქვს შეხება და ვაწყდებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაც გამოცდილი ქვეყნების რაღაც მაგალითი ავიღოთ და ყოველ შემთხვევაში შევხვდეთ, შეიძლება ეს არ იყოს ზუსტად ჩვენს ქვეყანაზე მორგებული. ხოდა რეცეპციის გამოცდილება ყოველ შემთხვევაში გავითვალისწინოთ. როგორი პრაქტიკა გვაქვს მაგალითად დასავლეთში, სადაც განათლების სისტემა რაღაცნაირად ისე არის, რომ ჩვენ რო გვინდა რომ ჩვენთან იყოს. აქ როგორი იქცევიან და რამდენად ვითვალისწინებთ მაგალითად და რამდენად სად ვართ ამასთან მიმართებაში? კი, საინტერესო კითხვა არის იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად ხელმძღვანელობთ სტანდარტებით, ხო, რა სტანდარტები არის განსაზღვრული ადამიანის უფლებების კუთხით, იგივე კარიერული განვითარების მიმართულებით. რა თქმა უნდა, ვთქვათ, იგივე ის პოლიტიკურ უფლებებზე ვსაუბრობდით, ხო, უნდა ჰქონდეთ ადამიანებს გარკვეული სხვა საქმიანობითაც დაკავების ასე ვთქვათ, ფაქტები იქიდან გამომდინარე, რომ არ არის შეზღუდული მაგალითად სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებს არ აქვს შეზღუდული, რომ სხვა ალტერნატიული საქმიანობაც განახორციელონ, ისინი ესე პირდაპირ საჯარო მოხელეებად არ ითვლებიან. ამ შემთხვევაში არის ის, რომ რა თქმა უნდა, ის კომპეტენციები, რომელიც განსაზღვრულია და დასავლეთზე ვსაუბრობდით, ხომ, ჩარევა არ უნდა მოხდეს. სისტემა, რომელიც ასე ვთქვათ, ადგენს, რომ გარკვეულწილად საგანმანათლებლო პოლიტიკის განმახორციელებელი არის განათლების სამინისტრო და თავისი სიპები, ხო, და ამ შემთხვევაში სკოლებზე ვსაუბრობთ, ის უნდა უზრუნველყოფდეს სწორედ აპოლიტიკურობას, დაცვის გარანტი უნდა იყოს და ჩვენს კანონმდებლობაშიც არის განსაზღვრული, რომ თვითონ სამინისტრო და მინისტრი არის დაცვის გარანტორი იმისა, რომ სასკოლო საზოგადოებაში განათლების სისტემაში და ფართოდ დოკუმენტებში შეწერია. ასე გვიწერია, კი ბატონო, ეს ასე ვთქვათ, სტანდარტები და ავტონომია იგივე აი რაზე ვსაუბრობთ, ხო, აი როგორ არის თუნდაც დასავლეთში სკოლის ავტონომია დე იურე კანონმდებლობაში გვიწერია, თუმცა პრაქტიკაში გვაქვს გამოწვევები, პრაქტიკაში ვაწყდებით ამ გამოწვევებს და რამდენად სწორედ ვასრულებთ იმას, რაც კანონმდებლობაში წერია შემდგომ. რიგ შემთხვევაში ხარვეზი არის და აი ვთქვათ იგივე ჩვენს პარტნიორებთან განათლების კოალიციის
კვალიფიკაციასთან ერთად დაიდენტიფიცირებული გვაქვს ეს უკვე წლებია ამ პროცესებს ვაკვირდებით და ჯერ ვნახეთ რომ 20-20 წელს, როდესაც უკვე დრო იყო რომ დირექტორების ასე ვთქვათ სერტიფიცირება ჩატარებული იყო ამაზე განათლების სამინისტრო მაშინ დაუსაბუთებელი არგუმენტებით ჩემი აზრით უარი თქვა, ვინაიდან პანდემიას დააბრალა რომ გამოცდებს და სერტიფიცირებას ვერ ჩაატარებდა, თუმცა იმავე დროულად ეროვნული გამოცდები იყო, სხვა სერტიფიცირების ასე ვთქვათ გამოცდები იყო და ასე ვთქვათ გარკვეულ პრობლემას არ წარმოადგენდა, განუსაზღვრელი ვადით გადადო და მაშინ უკვე იგივე კანონმდებლობაზე როდესაც საუბრობთ მინისტრმა თავისი დისკრეციით ისარგებლა და დისკრეციის ფარგლებში არასერტიფიცირებული პირები, რომლებსაც მაგალითად მინიმალური სტანდარტიც კი ასე ვთქვათ დადასტურებული ჰქონდათ რომ აქვთ კომპეტენცია და მით უმეტეს საუბრობდით დირექტორის როლზე როგორც ლიდერზე, რომელიც სკოლის განვითარებას უზრუნველყოფს, ისეთი პირები დანიშნა, რომლებსაც ეს მინიმალური კომპეტენციები არ ჰქონდათ, ასე ვთქვათ, გავლილი და შემდგომ უკვე კრებსებიც რომ გამოქვეყნდა, ჩვენ ვნახეთ რომ ისეთი ადამიანები იყვნენ დაბლოკილები, რომლებიც აი ამ სიებშიც იყვნენ მოხსენიებულნი და შემდგომ უკვე როდესაც აი ეს ბოლო უკვე სერტიფიცირება ჩატარდა, ჩვენ ვნახეთ კი ბატონო ტესტირება გაიარეს პირებმა, შემდგომ უკვე იყო ერთი მეორე გასაუბრება და სწორედ ამაზეა საუბარი, რომ როდესაც მაგალითად ერთი ვთქვათ ტესტირების ფარგლებში ტარდება უკვე კომპლექსურად ტესტირება და გასაუბრება, დამატებითი კიდევ წარდგინების გასაუბრება, სადაც დირექტორმა კომისიის წინას შეუნდა ასე ვთქვათ წარადგინოს, რომ იცნობს კონკრეტულ სკოლას, აქვს მასზე ხედვა და რა ასე ვთქვათ პროგრამა და გეგმა აქვს იმისთვის, რომ ეს სკოლა განავითაროს, დამატებითი წინაღობა არის და ეს გასაუბრება უკვე სამეურვეო საბჭოსთან უნდა ხდებოდეს და არ არის დამატებითი ასე ვთქვათ ჩარევა საჭირო. ჩვენ ვახსენეთ, რომ სისტემისთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი პროფესიონალი, რომელიც ამ სკოლას, ამ ინსტიტუციას მოერგება. თუმცა როგორ არის შესაძლებელი, რომ ეროვნული ჯუდოს მქონე მასწავლებელი მაგალითად არ ვერ შეიძლება აკმაყოფილებდეს რაღაც კრიტერიუმს, რაც მას სკოლის დირექტორად წარადგენდეს. ხო, აქ პრობლემა სწორედ ამაში, ანუ ერთის მხრივ ზოგადად განათლება არის კონტექსტზე დაფუძნებული, თქვენ რა კითხვაც დასვით, იმასაც რომ ნაწილობრივ დაუბრუნდეთ. ამიტომ კონტექსტიდან გამომდინარე იგეგმება კონკრეტული განათლების პოლიტიკა. მაგალითად, ავტონომიურობის საკითხი მასწავლებლის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, კვლევები ადასტურებს, რომ ავტონომიურობა მნიშვნელოვანია, თუკი მასწავლებლის კვალიფიკაცია არის მაღალი. მაგრამ თუკი მასწავლებლის კვალიფიკაცია არის დაბალი, ჯობია მეტი ინსტრუქცია აკადემიური მიღწევების თვალსაზრისით. ამიტომ კონტექსტს უნდა მოვარგოთ და ჩვენი კონტექსტია მნიშვნელოვანი, რაც შეეხება კვალიფიკაციას და ამ თვალსაზრისით თავსებურ პროცედურას, ანუ ერთია რეალურად რა მიზანი გვაქვს და მეორეა რას ვაკეთებთ ამ პროცესში. რეალური მიზანი უნდა იყოს მაქსიმალურად კვალიფიციური კადრების მოზიდვა სკოლის დირექტორის პროფესიაში და ამის ყველაფერი არ კეთდება. პირველი მაგალითად ხელფასი, უდიდესი პასუხისმგებლობა, მაგრამ სკოლების 85%-ში სკოლის დირექტორებს აქვთ 1000 ლარზე ნაკლები ხელფასი. და რატომ არის რომ ამ მცირე კონტინგენტია სკოლის დირექტორების კანდიდატი არ აქვს, იმიტომ რომ მასწავლებლებს ურჩევნიათ იყვნენ მასწავლებლები და არ იყვნენ სკოლის დირექტორები. შეიძლება მართლა და ეს მართლა ასუნგაუცემელი შეკითხვა, ხო, რატო პრესტიჟს ეს ხო არ წევს ცოტა დაბლა ამ პროფესიის მიმართ ინტერესის და ეს ფათაშოს პრესტიჟს რა თქმა უნდა წევს, მიუხედავად ამისა ამ სფეროში არიან ძალიან ბევრი შეიძლება ვთქვათ მოხალისე შეყვარებული ამ საქმის ადამიანები. მაგალითად რო ავიღოთ 2007 წელს დირექტორების მსურველი 5500 კანდიდატი იყო. 5500 დირექტორს კანდიდატს სურდა დირექტორობა, ну საბოლოოდ 1660-მდე აირჩია სამეურვეო საბჭომ. ანუ პროცესი იყო საკმაოდ დემოკრატიული და კარგად დაწყებული, თუმცა ეტაპობრივად იმ პროცესებმა, როდესაც შერჩევის პროცესში პროფესიონალიზმის მიღმა, სხვა კომპონენტები ჩაერთო, რა თქმა უნდა, ამან დაღი დაასვა. მაგალითად 2020 წელს ხალხმა მახსენა რომ დაიწყო ეს პროცესი და დარეგისტრირდა გამოცდაზე 3000 მსურველი. მაგრამ უკვე 2022 წელს 1800 მსურველი გავიდა მხოლოდ გამოცდაზე და იქიდანაც მხოლოდ 735-მა შეძლო სერტიფიცირება. წარმოიდგინეთ 735 ადამიანი იყო, ვინც ყავდა სერტიფიცირებული და 2100 სკოლიდან და ამ ადამიანებს კიდე დამატებით გასაუბრება დაუნიშნეს, საიდანაც 162 გაურკვეველი გასაუბრება
პირობების საფუძველზე სერტიფიცირების გარეშე დატოვეს. რის შემდგომაც მეორე ეტაპი იყო უკვე სკოლაში წარდგენის და მთლიანობაში ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა, რომ 2100 სკოლიდან 1271-ში ყოლოდა სერტიფიცირებული კანდიდატი, მათ შორის 382 სკოლაში კონკურენციის პირობებში. დანარჩენ სკოლებში მხოლოდ ერთი კანდიდატი იქნებოდა, თუმცა სამინისტრომ ისე გააკეთა, რომ ამ 382 სკოლაშიც კონკურენცია არ არის, იმიტომ რომ თითო კანდიდატი წარადგინა და ნაცვლად იმისა, რომ მაქსიმალურად ის სერტიფიცირებული კადრები ყოფილიყვნენ გამოყენებული, 480-მდე სერტიფიცირებული კანდიდატი პროცესის სიმაღლეზე დატოვა და დღეს 927 სკოლაში გვყავს წარდგენილი მხოლოდ თითო კანდიდატი, როცა 2000 სკოლაში არის გამოსავალი. დეცენტრალიზაცია არის თუ არა ამ შემთხვევაში, ჩვენს შემთხვევაში გამოსავალი, როცა სამინისტრო არ ჩაერიოს ესე პირდაპირ სკოლის საქმიანობაში. ერთი რო კი ბატონო უნდა გადაიხედოს ის სისტემა და ეს დამატებით გასაუბრება რგოლი რომელიც არის სამინისტროში ასე ვთქვათ შინაარსობრივი ჩარევა აღარ უნდა ხდებოდეს და იმ ვთქვათ ბერკეტების გამოყენება და თვითონ კონკრეტული სკოლა წვეთდეს რამდენად ახლოს არის კონკრეტული კანდიდატის ხედვა მაგალითად იგივე სკოლაში და სკოლა მაირჩიოს ეს ერთი და მეორე უკვე განათლების მიღმაც საარჩევნო მიმართულებით რეკომენდაციაც რო ვთქვათ არსებითია რომ იგივე მაგალითად უკვე საუბნოს საარჩევნო კომისიებში სერტიფიცირებული პროფესიული ნაწილი ყავს ხო და კომპლექტების ჭრილში შემთხვევითი პრინციპით ხდებოდეს გადანაწილება რომ ეს პირები თავიანთ სოციუმში თავიანთ სკოლაში არ ხდებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად რომ ეს გავლენის ასე ვთქვათ სფეროები აღარ იყოს დიდი მადლობა ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია იმიტომ რომ მაგალითები იყო როცა არჩევნების დროს საუბნო კომისიის თავმჯდომარე მერე დაინიშნა სკოლის დირექტორად რაც ნიშნავს რომ თუ ის ადამიანი ისევ ამ თანამდებობაზე მოვა არჩევნების დროს ეს სკოლა რაღაცნაირად და მისი უბანია და გარკვეული რისკები ჩდება რომ გააკონტროლებს იქ სიტუაციას. მადლობა რომ დილიდან იყავით ჩვენთან სტუმრად და ამ თემას აუცილებლად დაუბრუნდებით, იმიტომ რომ წინ მთელი წელი გვაქვს და დარწმუნებული ვარ არაერთხელ იქნება საჭირო ამ თემაზე საუბარი.